მოგესალმებით თქვენ და მივესალმები თავად ალეკო ელისაშვილს, ძალიან კარგ პატრიოტ კაცს, საქართველოსთვის მებრძოლს, ჯარისკაცს, ნამდვილ ჯარისკაცს, რომელსაც უბრძოლია 2008 წლის ომში დაუცავს საქართველო, დაუცვია საქართველო უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში და ომში. ალეკო ელისაშვილი არის ფიცხი ადამიანი, ხშირად ძალიან ემოციური, მაგრამ არის ვაჟკაცი და პატრიოტი. აი კაცი თუ ვინმეს ეთქმის საერთოდ ამ დიდ საჯარო ცხოვრებაში, მათ შორის ეთქმის ერთ-ერთი პირველი ალეკო ელისაშვილს. ადამიანი, რომელსაც უკანა არასდროს არ დაუხევია, რომელსაც ხო თურმე მუშტიც ძალიან კარგად უჭრის, შეიძლება შევაფასოთ, შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ობიექტურმა გამოძიებამ თქვას, რომ რაღაც გადაცდომა ჰქონდა ადგილი, დანაშაული იყო, მაგრამ ეს ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო ტერორიზმი. ის, რასაც დღეს ივანიშვილი აკეთებს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შურისძიება. იმ თუნდაც ძალიან თამამი განცხადებების გამო, რაც ალეკო ელისაშვილს გაუკეთებია პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ. მათ შორის მამუკა მდინარაძის პირადი შურისძიება ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. ყველა ამ ერთიანი ბანდის ანტიქართული, ანტიეროვნული ბანდის შურისძიება ალეკო ელისაშვილზე. რისთვის ჭირდებათ ეს ყველაფერი? საიდან მოიფიქრეს საერთოდ ეს ტერორიზმის? ტერორიზმი იყო მართლა 11 სექტემბერი და ტერორიზმი იყო, რა ვიცი, გაუბედურებული ასობით ადამიანი და ოჯახი და სხვათა შორის პირველი პოლიტპატიმარია საქართველოში, რომელსაც ტერორიზმის ბრალით იჭერენ, მაშინ როცა აქტი არ ჩაუდენია, აქ თუ ტერორიზმზე ვილაპარაკებთ, მახსენდება ჩვენს ქვეყანაში მაგალითად შევარდნაძეზე არაერთი თავდასხმა ტერორისტული აქტები. ეს ადამიანები ახლა ამ ტერორისტული აქტის მომწყობის იგორ გიორგაძის პარტნიორები უფრო არიან ქართული ოცნებიდან, ვიდრე საკუთარი თანამოქალაქეების და იმ პოლიტიკოსების, რომელთაც ემუქრება ახლა მრავალწლიანი ციხე. ალეკოს უკვე მიუსაჯეს 13 წელი. როგორ ფიქრობთ, ირაკლი, არის თუ არა ეს სიგნალი დანარჩენი პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ მათაც შეუთითხნიან ბრალს და აუცილებლად გამწესებენ ციხეში ისევ? ტერორისტი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. ის არის პოლიტიკური ტერორისტი, რომელიც ანადგურებს საქართველოს ეროვნულ მომავალს. ივანიშვილმა ამ წლების განმავლობაში შეძლო ის, რომ გაძარცვა სახელმწიფოს ბიუჯეტი და ანი ქავთარაძე წერდა ახლა სოციალურ ქსელში, რომ აი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები რო დაიჭირეს, რეანომობილების ფული რო აქვს 2 მილიონი, ერთმა კაცმა რო 2 მილიონი მოიპარა. ის არის ჩვეულებრივი მკვლელობა ადამიანების იმის გამო, რომ რეანომობილი არ ყავდა მუნიციპალიტეტებს და რაიონებს ადამიანები მოკვდნენ. ეს უბედურება იმის გამო, რომ გაძარცვა ჯარი ივანიშვილის დამქაშებმა და მონებმა, ამის გამო ვინიცის რამდენი ტრაგედია მოხდა, იმიტომ რომ ჯარისთვის ტომოგრაფიის აპარატი არ ჩაიტანეს. ამბულატორიები რო გაძარცვეს, გზა არ გააკეთეს. ანუ უამრავი რაღაცა, ყველაფერი გაძარცვეს ამ ქვეყანაში. ბაღი და სკოლა რო არ არის სარცად. კლინიკები და საავადმყოფოები რო არ არსებობს, ყველაფერი რო არ გაყიდეს, დაანგრიეს და საკუთარ კორუფციულ ტენდერებში ჩაახშვეს. თუ რამე არის ტერორიზმი და თუ რამე არის გენოციდი ქართველი ხალხის, ეს არის ის, რასაც ივანიშვილი აწყობს. ეხლა მაგალითად გურიაში ვიმყოფები და თითოეულ სოფელში და თითოეულ კონკრეტულ დასახლებაში დანგრეულია თეა საბავშვო ბაღიც და სკოლაც. ამბულატორია არ არის არსად თითქმის, საბავშვო ბაღები დანგრეულია, არსებული რაც იყო დანგრეული და სკოლები დანგრეულია. მეტი რა არის გენოციდი? გენოციდის მომწყობები და ტერორისტები მოიკითხონ თავიანთ შუშის სასახლეებში და მდევნელები ქართველი ხალხის, მდევნელები ქართული ეკლესიის, ქართული კულტურის, რა საერთო აქვს საერთოდ ივანიშვილს და ამ დამქაშებს რაღაც მონაკოში თუ სადღაც ტბებზე, კომოს ტბებზე მოსეირნე რაღაც წარმონაქმნს. ან ოჯახის სიწმინდესთან რა კავშირი აქვს? ან როგორ შეიძლება ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობდეს ივანიშვილი, დაანგრია, დედაუტირა საერთოდ ყველანაირ ინფრასტრუქტურას, რომელიც ოჯახს უნდა აძლიერებდეს. სამუშაო ადგილები იქნება თუ რამე. ამ ვითარებაში მე მათ საერთოდ რა პატივისცემა, რის მორიდება, ანუ არაფერი.
არანაირ პატივისცემა მათ მიმართ არ შეიქმნა, ისინი არიან ნამდვილი ტერორისტი, პოლიტიკური ტერორიზმი. არის რასაც ივანიშვილი აკეთებს და მისი დამქაშები. და აქეთ ხარეს, რა თქმა უნდა, მოლოდინი ის რომ რეპრესიები იქნება მძიმე, პოლიტიკურ ლიდერებზე დევნა და გადაწყვეტილებები იქნება მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არსებობს. თეა, ეს მოლოდინი არის, არავის არაფერს არ ეშინია და ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს გარშემო იქნება, შევხვდებით ვაჟკაცურად და კაცურად, ისევე როგორც შეხვდა ალეკო ელისაშვილი. და არა ისე, როგორც თავად ხვდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთს სანამ არ ჩეხავენ, ერთმანეთს ზურგში დანა ჩაარტყამენ, ერთმანეთს ბრძოლის ველზე მიატოვებენ, რო იძახიან ამდენი წლის განმავლობაში. ესე იგი, რამდენი წელი გავიდა, ხო? 14 წელი. 14 წელი იძახიან ნაციონალურ მოძრაობას აუკრძალავთო და ამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი თავი აკრძალეს. როგორ აკრძალეს? იცით თეა საკუთარი თავი. თუმცა დღევანდელი განცხადებით კობახიძემ პრაქტიკულად ძალიან სერიოზული მინიშნება გააკეთა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე დამოკლეს מחვილივით არის ჩამოკიდებული ოპოზიციაზე და პრაქტიკულად როგორც ალეკო ელისაშვილზე, ისე პოლიტიკური ლიდერების საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოაცხადა. როგორც მანამდე შალვა პაპუაშვილმა გადააკვალიფიცირა პრაქტიკულად ალეკო ელისაშვილის საქმე ტერორიზმის ბრალით, როცა საქმე აღძრული იყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ხო, გურიაში ვარ ერთ-ერთი სოფლის შუკაში ვდგავარ, შუკას ეძახიან და მან ყველა პოლიტიკოსია შესანიშნავი ანალიზი იციან ხოლმე გურულებმა. კი. ძალიან კეთილი, მშრომელი ხალხია, რომელიც ძალიან გაბრაზებულია ივანიშვილზე, ეს ერთი და მეორე. აქ იციან ხოლმე თქვა, როცა გასძახებ როგორც მასპინძელს და ასე შემდეგ. მობრძანდით ბატონო, უარყოფით კონტექსტშიც კი ეს არის. მობრძანდით ბატონო და ამიტომ კობახიძეს და ივანიშვილს და მათ მუქარაც ხან დაჭერაზე და ხან აკრძალვაზე პასუხობთ, რომ მობრძანდით ბატონო, ვერაფერი ვერ წაიღოთ ისეთი. ამიტომაც ძალიან მარტივია ჩვენც მოცემა. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ამ ბრძოლაში ჩვენ მთავარია გამოვიყენოთ გონიერება. არ ვიყოთ თვითდაზიანების რეჟიმში. არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილს პირიქით ჭირდება ოპოზიციის დასასუსტებლად მათ შორის. ამიტომ პრაგმატული, რაციონალური, უკომპრომისო ბრძოლა უნდა აწარმოოს ოპოზიციამ და ლელო ამის მაგალითია, რომ არც ერთ ბრძოლის ველს არ გამოუტოვებ წინააღმდეგობის გარეშე, რეპრესიების ქვეშ ვართ, კი ვართ. ეს ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი, არ უნდა შეგვიშალოს ხელი და არ უნდა გვაწუწუნოს იმაზე, როგორც თქვენი სამოქმედო გეგმა. მაშინ რაღაც მსხვერპლი ვართ, მსხვერპლი არ ვართ. კი, პრაქტიკულად ყოველდღიურად როცა პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ და დაპატიმრების პერსპექტივასაც ხედავთ კიდევ ერთხელ და ადასტურა ეს ირაკლი კობახიძემ, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა, რატომ ხართ რეგიონებში მაგალითად მოგვიყევით და რა სურათი თქვენ ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ რას ამბობს ხალხი, რას ელის ყველაზე მეტად ოპოზიციისგან საზოგადოება, მათ შორის რეგიონებში? დიახ, მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვისთვის. პირველ ერთი ფრაზით დავასრულებ. აი ალეკო ელისაშვილის მიმართ ასეთმა უსამართლო, უკანონო, ნაძირულმა და ძალადობრივმა გადაწყვეტილებამ. რა განცდა გააჩინა საზოგადოებაში? მე არ მგონია, რომ გააჩინა აი რაღაცა ტირილის და რაღაც მძიმე განცდა. და გაპირიქით გააჩინა ბრაზის და წინააღმდეგობის განცდა. და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? ყველაფერი არის ალეკო ელისაშვილის დამსახურება და მისი ბოლო სიტყვის სასამართლო დარბაზში, რაც მან თქვა. ანუ მისი დამსახურება ის რაც თქვა, რომ საკადრისი პასუხი, თუნდაც უხეში, თუნდაც არც ისე რაღაცა აკადემიურ ფორმებში თქვა ივანიშვილის დამქაშებზე, მეორეს მხრივ თქვა, რომ ის არის საქართველოს პატრიოტი და შესაბამისად შეამკო რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამან გააჩინა განცდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლით უშვებენ ადამიანს ციხეში, ის ბრძოლის უნარიანია და იქედან გვამხნევებ ჩვენ. ანუ ამის თქვა მინდა, რომ რატომ გადაწყვიტეს ასეთი რევანში ალეკო ელისაშვილზე კიდევ ერთხელ, რომ გვითხრათ თქვენ რას ფიქრობთ და მაყურებელსაც შევახსენოთ ცხადია. თან აქვე უნდა ადვოკატიც გვეყოლება ჩვენ სტუდიაში თქვენ შემდეგ და ის უფრო კარგად აგვიხსნის, რომ 9 თვიანი ინტერვალის შემდეგ შეიყვანეს სასამართლოს ტერიტორიაზე ძაღლები და სამხარაულის ექსპერტიზაც კი ვერ ასკვნის იმას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გავლენის ქვეშ ადიდწილად, ვერ ასკვნის იმას, რაც პროკურატურა სურდა. და ახლა პროკურორი ამბობს, რომ სასჯელი ადეკვატურიაო. რა თქმა უნდა, ეს მოდი ავიღოთ ესე. ვინ არის ალეკო ელისაშვილი? ალეკო ელისაშვილი არის ყოფილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სამხედრო საქმით გატაცებული ადამიანი, ვეტერანი, ცხინვალის და 2008 წლის ომის მონაწილე
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის მონაწილე, პატრიოტი, მებრძოლი, ძალიან მაგარი ჯარისკაცი და ადამიანი. რომელზეც ძებნა არის გამოცხადებული პუტინის რეჟიმის მიერ. ანუ რუსეთმა გამოაცხადა საერთაშორისო, მათი გაგებით. საერთაშორისო რუსეთმა უფრო დაბალი სასჯელი მისცა 6 წლიანი პატიმრობა, ვიდრე ქართულმა სასამართლომ და გელაშვილმა, გიორგი გელაშვილმა. და რა იყო ბრალდება იქა თეა ასევე გვახსოვს, ტერორიზმი. ტერორიზმი იყო იქაც ბრალდება. სინამდვილეში აი ის რაც სინქრონშია რუსეთთან ეს გადაწყვეტილება? თითქმის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვევია ხოლმე, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს პუტინის, პესკოვის, ზახაროვას და 1000-ნაირი ჯურის ნაძირალის წინასწარ ნათქვამ პოზიციებს და ეს არის ერთგვარი ძღვენი ივანიშვილის მხრიდან. ერთი ძღვენია, მეორეს მხრივ არის ბრაზის, ბოღმის, შურისძიების სახელმწიფო. ბოღმიანი და შურისმაძიებელია ივანიშვილი და ეს მრავალგზის ნათესავები რო დააჭერინა საკუთარი სახლის მშენებლობაზე, საკუთარი ნათესავები რო დააჭერინა, აი ეგეთი ბოღმიანი არსებაა. ის ბოღმიანი არსებაა, რომელმაც ისვე რაიტანა, რომ ვიღაცას ცოტა დამოუკიდებელი რაღაც სუნთქვა გაუჩნდა პოლიტიკურ ველზე და სათითაო ჩააყუდა ყველა ციხეში. ვინც არ იქნება ირაკლი კობახიძის მსგავსად ყურმოჭრილი მონა, ყველას ჩააყუდებს. ანუ ეს არის ახსნა, რაც უნდა პუტინს ის გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ამ შურისძიების პროცესში მათ შორის უნდა გვახსოვდეს ის, რომ მამუკა მდინარაძეც ასევე ბოღმით და შურით არის გაჟღენთილი ალეკო ლისაშვილისადმი და მას ახლა ამ პირობებში აქვს საკმაო გავლენა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები მიაღებინოს შესაბამის სტრუქტურებს. რა არის ეს სტრუქტურები? ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც კერავს და ჭრის წარმოუდგენელი უსინდისობით და მეორე მხარეს მურუსიძის სასამართლო. მურუსიძის სასამართლო როგორც შეიძლება იყოს ობიექტური. სულ რომ დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს ალეკო ელისაშვილს, ის ვიდეო კადრები, რასაც ისინი სულ რომ თქვა და დაუშვათ და ეს ასე იყოს. ეს არ არის ტერორიზმი, ეს არის ტერორიზმი, მაგრამ გამოგონილი საერთოდ სიგიჟე, იმისთვის რომ შემდეგ მოდგნენ ვიღაცა აი ვინ ავიღოთ მაგალითად შალვა ნათელაშვილი არანაირ კავშირში მყოფი არც ჩვენს კოალიციასთან და შალვა ნათელაშვილი უთხრა რომ შენ ხარ ტერორისტი. ანუ ვიღაცა სხვა ოპოზიციონერს უთხრა, ანუ პროპაგანდისტვის და ტყუილისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ამ გზაზე ჩვენი ჯიუტი პოზიცია. გივით არგამაძეზე თავდამსხმელი ტერორისტი ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა. და ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არ ჩაუდენია ტერორისტული აქტი, 13 წლით გაუშვა ციხეში. გურიაზე მითხარით რამდენიმე წინადადებით და უნდა დაგემშვიდობოთ, ადვოკატი ყავს უკვე სტუდიაში. მე ვცდილობ რომ ვიმოძრაო რეგიონებში და ზაფხულის პერიოდი აქტიურად გამოვიყენო, სანამ სოფლებში უფრო მეტი ხალხმრავლობაა. სოფლების ძირითადი ნაწილი დაცარიელებულია, უნდა ითქვას რომ სიღარიბე იმდენად მძაფრია თეა, რომ ადამიანებს აღარ ერიდებათ იმის აღიარება, რომ მათი შვილები შიმშილობენ. დანგრეულია სკოლები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები, რომლებიც სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, დაანგრიეს 5-6 წლის წინ. ანუ აქამდე სკოლები და ბაღები აქ არსებობდა, დაანგრიეს, დაპირდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის ყველა სოფელში. დაპირდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გააკეთებდნენ რეაბილიტაციას, მაგრამ აღარ გააკეთეს. საერთოდ დანგრეული დატოვეს და უბრალოდ საცხოვრებელი გარემო აღარ არსებობს აქ. ეს სოფლები აქ ჩოხატაურის პირველი საშუალო სკოლა ჩოხატაურში. დიახ. რა თქმა უნდა და ამის მაჩვენებელია თეა რომ რამდენიმე სოფელი სადაც შემოვიარე, სკოლებში პირველ კლასში მოსწავლე აღარ შევიდა. მოსწავლე აღარ ყავთ, იმიტომ რომ იქ უნდა იაროს სადღაც 3 სოფლის დაშორები, წარმოუდგენელი ამბავი ხდება. იგივე ხდებოდა მაგალითად ბათუმში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში დაანგრიეს ერთადერთი საბავშვო ბაღი იყო გონიოში, რომელიც ემსახურებოდა გონიოს, კვარიათს, სარფს, ახალსოფლის დასახლებას და მეურნეობის დასახლებას ეძახიან. წარმოგვიდგენთ 5 დასახლებას ემსახურებოდა ერთი საბავშვო ბაღი. დაანგრიეს თეა და აღარ ააშენეს. განათლების სისტემის იმ რეგიონში. მე ამას ვეძახი. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდის მცდელობა. მართლა ამას დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირად არ გაკეთდებოდა. სკოლები, მაგალითად, ჯურუყვეთის თემი, ესეთი ლანჩხუთის რაიონში არსებობს თემი, ესეთი ჯურუყვეთის თემი და რამდენიმე სოფელი. ესე იგი, 2 სკოლა და 1 საბავშვო ბაღია დანგრეული. ერთ თემში წარმოგიდგენთ, რომ დაანგრიეს და აღარ ააშენეს. კარო, ის ისეთი დიდი ბოროტებაა.
რომლის ახსნაც გარდა იმისა, რომ დავდივარ და ვცდილობ ყველგან ამ მტკიცებულების დონეზე, როგორც ჟურნალისტებს გაქვთ ხოლმე გამჯდარი, რომ რაღაცას რო ამბობთ, გინდათ რომ აჩვენოთ. ესევა რომ იმდენად დაუჯერებელია შეიძლება ხო თქვენთვის რასაც ვამბობ, რომ დავდივარ სოფელ და ვაჩვენებ ამას, ვიღებ კადრებზე, ვიღებ ადგილობრივ მოსახლეობას ვწერ. ჩოხატაურის რაიონის ნომერ 1 საშუალო სკოლა. დაბა ჩოხატაურში პირველი საშუალო სკოლა დაანგრიეს. 140 წელი იდგა ეს სკოლა და 600 მოსწავლე სწავლობდა. წარმოუდგენელი ხე ჩემ გარშემო ადამიანები ვინც იყვნენ გაოგნებულები არიან რატო უნდათ რომ გადაშენდეს ქართველი ერდა იუანსის და უფლებას ჩვენ არ მივცემთ არანაირ დიახ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა და მასალა, რომელსაც აგროვებთ, იმედია ტელეპიროლს გადმოსცემთ და აუცილებლად ჩვენც ჩავერთვებით ამ ამბების გაშუქებაში. ველოდებით თქვენგან სიახლეებს რეგიონებში ვიზიტის პარალელურად. დიდი მადლობა.